რა თქმა უნდა, არავის სისხლი არ გწყურია და არავის დაჭერას არ ვითხოვთ, იმიტომ რომ ამას უკვე აზრი აღარ აქვს, ეს უკვე აბსურდია. ერთადერთი მიზანი არის, რომ ერთი შვილი მაინც ვიპოვო, რაჩი. აი ერთი შვილი მაინც დავიბრუნო, ხო, იმის მერე, აი ეს ქალბატონი არის 28 წლის იყო თამარი, თავისუფლად შეეძლო კი გათხოვდა, რა თქმა უნდა, სხვა ოჯახში იქნა, მაგრამ შვილის გაჩენაზე არც უფიქრია, იმხელა სტრესი მიიღო და ისეთი შოკი მიიღო, რომ უკვე დაკომპლექსდა და მართლა ეშინოდა, რომ თვითონ იყო რაღაცა არასრულფასოვნად ჯანმრთელი და რა თქმა უნდა ეშინოდა, შიშიც ჰქონდა. რომ ეს ისტორია არ განმეორებულიყო, ამას მე ვეღარ გადავიტანდიო. და შესაბამისად მივმართეთ პროკურატურას, უკვე გავიდა 1 წელი მიმართვიდან. ეს ჩემი ვარაუდები, საბუთები, მოწმობები მაქვს ხედველობაში და ამონაწერები, კი ბატონო დადასტურდა ყველაფერი, მაგრამ რა დადასტურდა? აი რომ ნამდვილად ეს იყო, ის ბავშვი იყო ლაბაძეზე გაფორმებული პირველი სინამდვილეში არა ერთ-ერთი რაც გააკეთა გამოძიებამ არის რომ მშობლები დაკითხა ონლაინ რეჟიმში. ანუ WhatsApp-ის დახმარებით, იმიტომ რომ ის ამერიკაში ცხოვრობს, ეს ქუთაისში ცხოვრობს, მეუღლე მისი და ყოფილი და აი ესე WhatsApp-ის დახმარებით დაკითხეს კარგით. სხვა დანარჩენი რომ ბავშვთა სახლები, რაღაცები გადაემოწმებინათ, ხო არ არიან იქ შესული ეს ბავშვები რამე ამის მსგავსი. ჩვენთვის არანაირი პასუხი არავის არ მოუწია.